ახლა ხანს გამოაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლეს სალიხ შაინიძემ დამნაშავედ ცნო და მის 2000 ლარით დააჯარიმა, რასაც როგორც ხედავდით თქვენ პირდაპირ ეთერში, აქ შეკრებილების პროტესტი მოხდა და მოსამართლემ უკვე მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმათა დარბაზში მოხდა ხმაური მოსამართლის გადაწყვეტილები ეძახიან მონას კიდევ ერთხელ შევეხსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით მზია ამაღლობელი სამართალს დამხმარებლად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ საქმეზე და მას 2000 ლარიანი ჯარიმა დაადასტურა. მოსამართლემ საქმე ეხება აჭარის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის მიკრის საქმეს, რომელზეც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა სამართლის საქმის პარალელურად. ხედავთ, რომ დარბაზში მოხდა გადაწყვეტილებას პროტესტი და ისინი სკანდირებენ ცეცხლი ოლიგარქიას, ასევე მოსამართლეს ეძახდნენ მონას. ეს მოსამართლე არის სალიხ შაინიძე, რომელმაც მზია ამაღლობელისთვის გამომხონებელი განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც 2000 ლარით დააჯარიმეს ონლაინ მედია ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი. ეს არის ადმინისტრაციული საქმე, რომელიც ითვალისწინებდა მაგალითად აჭარის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის განთავსების შემთხვევას და მიუხედავად არარსებული მტკიცებულებებისა და ცრუ მოწმეების ჩვენების საფუძველზე მოსამართლემ მაინც მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უკვე გახდა ცნობილი ცოტა ხნის წინ. ჩვენ უკვე უნდა გავიდეთ სასამართლოს ხომის დარბაზიდან, კომენტარები კეთება და მოდით მოვისმინოთ. მოსამართლემ და დაადასტურა ინფორმაცია ის თვალსაზრისით, რომ იყო ბრალდებას ყავდა სრულ მოწმეებაში. მე არ მქონია მოვოდი, იმიტომ რომ არ არის სასამართლო საერთოდ, თუმცა ამ გვარულ წითლობას მაინც არ ველოდი, ამიტომ არაფრის მარჩები, ეს არ არის უბრალოდ სასამართლო, უსამართლო სასამართლოც კი არ არის. მაგრამ სრულიად გახალმებული დაკავების ოქმებით, ცრუ მოწმეებით მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მით ესწრებოდა ადმინისტრაციულ პროცესს, რომლის საფუძველზე მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, სრულიად ნათელი იყო რასთან გვაქვს საქმე, როგორ მტკიცებულებების და მოწმეების გაყალბების საფუძველზე მიიღო უწითრად მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, აღმაშფოთებელი იყო. თქვენ უსმენთ ნესტან ცეცხლაძეს, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და მას უწოდა უსამართლო და უსაფუძვლო. გიორგი ხიმშეშვილსაც მოусმინოთ მოდით. მინდი მოვჭრათ ხალხო ან ხალხო ერთად გაატარე, ერთი წამი გაატარე. გიორგი არ გარბის ასე. ოპერატორები შორსო დავშეხა, რომ ნახეთ მოსამართლეს სადაც სხვა. დამკავებელიც კი სხვა იყო და არასდრო მაინც მიიღო გამომხილებელი გასწრება. ერთადერთი რაც შეგვიძლია მოკლედ შევაფასოთ რაიმე გადაწყვეტილება, ეს არის ის უკანონო გადაწყვეტილება, რაც სამწუხარო მზია ამაღლებელისგან მიმართებით, ისი დაკავებიდან დღემდე გრძელდება და ვხედავთ სასამართლო სისტემის დონეზეც და ყველა უწყებელ დონეზე, სადაც სახელმწიფო ერთობა, რომ მზია ამაღლებელთან მიმართებით არის აბსოლუტურად პროცესი რეპრესიული და მაქსიმალურად ასე დასჯადი, რომელიც გადაწყვეტილებას ეს არის ამაღლებელი პროცესი.
გიორგი ქიმშაშვილს უსმენთ თქვენ რომელსაც თქვა რომ ეს პროცესები არის რეპრესიული რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება სალიხ შაინიძის სურვილით მზია ამაღლობელი 2000 ლარით იქნა დაჯერიმებული და ის სამართალდარღვევად იქნა ცნობილი საქმე ეხება აჭარის მთავარ სამმართველოს შენობასთან სტიკერის მიმაგრების ფაქტს მოგესალმებით თამარ პირდაპირ ეთერში ვართ გვითხარით სასამართლოს გადაწყვეტილებას და თუ გქონდათ ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინი მადლობა თამარ წოლუკიძეს უსმენთ საიაც აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და იქვე აღნიშნა რომ ცხადია საია გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სალიხ ჩაინიძის გადაწყვეტილებას და ჩვენ უკვე შემდგომ ვნახავთ თუ რა მსვლელობა მიეცემა ამ საქმეს რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა ეს გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე იქნა ბრალდებული ასე ვთქვათ და ის 2000 ლარით დააჯარიმეს სვიად მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეთ და თუ ელოდით ამგვარ გადაწყვეტილებას თქვენ ეს მოსამართლეები არის განსაკუთრებით. სალიხ შაინიძე აცილებდა სამსახურს ამაღლობელი წინასწარმეტყველებდა დაწესავება ფემინისტებმა. არა ვერ ხედავ სალიხ შაინიძე არის ადამიანი, რომელიც საკუთარ დაწესებას გააცამა და ავალოს ბიზნესმა და სასამართლო აი ამ მართლობის სისტემა რომელიც ბიზნესმა. სალიხ შაინიძე აუნდელი ლაპარაკობს. სალიხ შაინიძეები ინსახელაშვილები ესენი მოსამართლეები და მართლობელები სახელმწიფოები არიან საკუთრებული ეცხოვე არის ეს მოსამართლეები სისტემას ქმნიან იმიტომ ეს სისტემა მარტო ფინალურობის არ არის მარტო ადამიანების ასე სოლიდარობას უცხადებს ეს absolutely არის დამბა ამ მოსამართლეებთან თქვენ მედასოდეს მერიფული სამართალი ინდოეთის სამართალი სალიხ ჩაინიძემ უნდა გასაუბროს ბიზნეს იმანისტური გასაუბროს თქვენ შეიძლება საფრთხით დაკარგოთ შეიძლება მიწას დაკარგოთ შეიძლება სამსახური დაკარგოთ ყველა დაკარგოთ ყველაფერი ეს მოხდება ბიზნეს იმანისტრის და სალიხ ჩაინიძე და არ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს რაც უნდა ბიზნეს იმანისტრის ესე დავიდა პრობლემა გასაგებია მადლობა ზვიად ქორიძეს უსმენთ თქვენ და
ეხლა ჩვენ ვხედავთ გარე პერიმეტრზე, რომ ზია ამაღლობელის ეტაპირების პროცესი მიმდინარეობს, რასაც ადგილზე მოჰყვა ხმაური და მოდით გაჩვენოთ პირდაპირ ეთერში. აცილებენ სამართალდამცველებს ჩვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ მოქალაქეების, ასევე მედიის წარმომადგენლების პროტესტის ფონზე უწევს ზია ამაღლობელის ეტაპირება სპეციალურ საგამოძიებელ პენტენციურ დაწესებულებას. ზია მადლობა! მადლობა! ძირს ივანიშვილის რეჟიმი! ძირს ივანიშვილის რეჟიმი! ასეთი არის ვითარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზია ამაღლობელის ეტაპირების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ჩვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ ასაკრებილები სკანდირებენ თავისუფლება ზია ამაღლობელს. აი ასეთი შეფასებებით, სკანდირებებით გააცილეს მზია ამაღლობელის სასამართლოს დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან. აქ შეკრებილები სკანდირებდნენ ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ამ დროისთვის ვითარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არის მშვიდი, თუმცა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა ხმაური, რასაც თქვენ ხედავდით პირდაპირ ეთერში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება
იქნა ცნობილი, რასაც მოყვა ხმაური და მოსამართლის გადაწყვეტილებით 2000 ლარი დააჯარიმეს მზია ამაღლობელი და ის სამართალდამღვრად სცნეს ადმინისტრაციულ საქმეზე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მზია ამაღლობელს, რომელიც მოსამართლეს სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამღვრად ცნო და ის 2000 ლარით დააჯარიმა, რასაც სასამართლოს ხომაზე მოჰყვა ხმაური და სიკვდილი დაპირისპირება. თქვენ ამას პირდაპირ ეთერში ხედავდით. მზია ამაღლობელის ეტაპირების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. აქ შეკრებილები გაიძახოდნენ იმას, რომ ცეცხლი ოლიგარქიას ასევე ისინი სკანდირებდნენ, რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც სარჩელს იხდის უკანონოდ დაუსაბუთებლად და ადმინისტრაციულ საქმეში მის წინააღმდეგ კაფიო მტკიცებულებები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მაინც მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი. ასეთი არის ვითარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. გადაწყვეტილება უკვე ცნობილი არის. მზია ამაღლობელი 2000 ლარით არის დაჯარიმებული და ამ საქმეზე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ მზია ამაღლობელი არის ასე ვთქვათ ადმინისტრაციული წესით დამნაშავე. საქმე ეხება, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ აჭარის მთავარ სამმართველოსთან მზია ამაღლობელმა განათავსა კედელზე სტიკერი წარწერით თუ არ ვცდები, რომელსაც ეწერა გაიფიცე და სწორედ ამ სტიკერის გამო დააკავეს ის ადმინისტრაციული წესით და მოსამართლემ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ იყო მყარი მტკიცებულებები, მაინც მიიღო მზია ამაღლობელის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, რასაც თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავდით, მოჰყვა საკმაოდ მწვავე შეფასებები და ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი მეტყველებს იმაზე, რომ მოსამართლე არ მოქმედებდა თავის სამართლიანობის პრინციპით და ის გადაწყვეტილებას ღებულობდა ხელისუფლების კარნახით. მე გეტყვით იმასაც, რომ ადვოკატმა განაცხადა ის, რომ ცხადი ამ საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს. გემშვიდობებით, მადლობა ნდობისთვის.